ხელოვნების სტუდიაში Art East ბავშვებს ხატვას, ძერწვასა და თიხაზე მუშაობას ასწავლიან. ამჯერად დიდ საგამოფენო სივრცეში სტუდიამ სწორედ ამ ბავშვების ნახატები და მათ მიერ შექმნილი კერამიკული და გრაფიკული ნამუშევრები წარმოადგინა. სტუდია Art East 10 წლის წინ დაარსდა და ყოველი წლის ბოლოს მართავს შემაჯამებელ გამოფენებსა და შეხვედრებს. გამოფენის სანახავად ბევრი დამთვალიერებელი მივიდა. ბავშვების ოჯახის წევრები და მეგობრები. იყო ცეკვა, ზეიმი და ბევრი ბავშვური სიხარული. სტუდიის ხელმძღვანელი მოლი თოფურიძე ამბობს, რომ ეს ერთგვარი დღესასწაულია ბავშვებისთვის, რადგან ისინი მთელი წლის განმავლობაში თავდადებულად შრომობენ. ხელოვნების სტუდია Art East 10 წლის წინ დაარსდა და ყოველ წელიწად სემესტრის ბოლოს, კიდე წლის ბოლოს, ასე ვთქვათ, ვამზადებთ ხოლმე შემაჯამებელ გამოფენას. ეს დღევანდელ დღეს არის უკვე მე-10, რიგით მე-10 არტისტული ფანტაზია, ქვია ხოლმე ნომერი 10. სადაც გამოფენილია ფერწერები, გრაფიკები და ასევე კერამიკული ნამუშევრები. დღევანდელი დღე ფაქტიურად შემაჯამებელი გამოფენა, ერთგვარი დღესასწაული არის ხოლმე მათი, იმიტომ რომ რადგანაც მთელი წლის განმავლობაში შრომობენ და აკეთებენ ხოლმე, დღევანდელ დღეს უკვე ასე ვთქვათ სახალხოდ გადმოსცემენ თავის ემოციებს. არტისტში დაარსების დღიდან ვარ. ძალიან მიყვარს ბავშვებთან მუშაობა. და რაღაც მე მგონია, რომ ეს ის ადგილია, სადაც ბავშვები თავს ბედნიერად გრძნობენ და მათ შორის ყველაზე ბედნიერი მე ვარ, მე მგონი, იმიტომ რომ გიждები მაგათთან ერთად ხატვაზე და მათთან ურთიერთობა. რაც შეეხება გამოფენას, ეს არის ჩვენი საანგარიშო გამოფენა. აქ რამდენიმე კლასია. არიან უმცროსები, საშუალო ასაკი, უფროსი კლასი არის ძერწვა, სხვადასხვა არის განხრები და სხვადასხვა მასწავლებლების ჯგუფებია. და ეს ძალიან საინტერესოა, რომ გადახედოთ და დაათვალიეროთ. არ არის ორი ერთნაირი ნამუშევარი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სრული თავისუფლება აქვს ამ ბავშვებს. რაც მე მგონი, რომ არის ყველაზე კარგი და აუცილებელი დღეს ბავშვებისთვის. ჩვენი გოგონა 7 წლის არის, რამდენიმე თვე რაც ხატვაზე სიარული დაიწყო თავისი სურვილით და ეს არის სწორედ ის სტუდია, სადაც მან ძალიან კომფორტულად იგრძნო თავი. შეძლო რომ სრულად გამოხატოს თავისი ემოციები, თავისი ნახატების მეშვეობით, განუვითარდა ძალიან კარგი ფერთა შეგრძნება და მის ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან დიდი სიმშვიდე და სიხარული შემოიტანა ამ სტუდიამ. მე ძალიან მიყვარს ხატვა.